შაურმით მოწამლულები თუ აღმოსავლური კერძის მოყვარული ხართ და მის შეძენას გადაწყვეტ პირველ რიგში დაინტერესდით ინგრედიენტების ხარისხით და დარწმუნდით, რომ სწრაფი კვების ობიექტი სანიტარულ ნორმებს სრულად აკმაყოფილებს. ბოლო 2 დღის განმავლობაში ინტოქსიკაციის ერთნაირი სიმპტომებით ინფექციურ საავადმყოფოს 21-მა მოქალაქემ იმართა. ბათუმში მდებარე ობიექტი ამჟამად დაკეტილია, ხორცის ვარგისიანობას კი სურსათის უნებლობის სამსახური ამოწმებს. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ეს შაურმე დღესდილიდან დაკეტილია. დახურულ სწრაფი კვების ობიექტს სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს. სპეციალისტებმა უკვე აიღეს ხორცპროდუქტის სინჯები და ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები შეამოწმეს. გახდა თუ არა აქ დამზადებული შაურმა პაციენტების მოწამვლის მიზეზი ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი. დასამტკიცებელია 22 რიცხვში 12 კამერა უყურებს გარეთ და მყიდველები ვნახოთ 22-ში იყიდეს თუ არა ნამდვილად მათ. არის ნიმუშებიც აღებული და შესაბამისად პირველი სავარაუდო პასუხები უკვე 24 საათის განმავლობაში 24 საათის შემდეგ გვექნება. სავარაუდოდ სახლდება შაურმა და ეცნობა ეს სურსათის უნებლობის სააგენტოს და ისინი მუშაობენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მაღალი ტემპერატურის და პირღებინების ერთნაირი სიმპტომით აჭარის ინფექციურ საავადმყოფოს ბოლო 2 დღის განმავლობაში 21-მა პირმა მიმართა. მოწამვლის მიზეზად პაციენტები შაურმას ასახელებენ, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში შეიძინეს. მოწამლა შაურმა. თხი ვიყავით, შუადღეზე მოგშივდა. ჭამეთ და უკვე მეორე დღის დილით დამიწყო სიცხეები, გულისრევა. დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯები დახურული საშაურმეს მფლობელმა გაიღო. ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით შესული ერთი პაციენტი რჩება, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმე იყო. დანარჩენებს ამბულატორიული მკურნალობა გაეწიათ და საავადმყოფოდან გაწერეს. ყველას აქვს ნაჭამი შაურმა ერთი და იგივე ობიექტზე. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს მოსული ამანტყოფები ეხლაც იმყოფებიან ამბულატორიული მკურნალობის ქვეშ. ანტისანიტარია ვადაგასული დაბინძურებული ინგრედიენტები და მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის წესების დარღვევა. მსგავსი პრობლემა სურსათის უნებლობის სააგენტოს თითქმის ყველა სწრაფი კვების ობიექტში ხდება. გასულ წელს ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე რამდენიმე დაწესებულება დაიხურა, თუმცა სწრაფი და იაფი კვება ეგრეთ წოდებულ საშაურმეებში დღემდე სარისკოდ რჩება. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს რეგულარულ კონტროლს. მსგავსი მოწამლების საზოგადოებრივი კვების ობიექტების შეძენილი სურსათიდან გამოწვეული არის ჰიგიენის ელემენტარული მოთხოვნების დაუცველობის გამო. ანუ ეს არის პერსონალის პირად ჰიგიენის საკითხები, ელემენტარულად მარტივად გასაგებინაზე რო ვთქვათ, ხელების სისუფთავის პრობლემა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სწრაფი კვების ობიექტში დამზადებული საკვებით მომხმარებელი მოიწამლა. 7 იანვარს ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე კვებითი ინტოქსიკაციით 9 ადამიანის საერთო მისამართიდან მოხვდა. საავადმყოფოში მიყვანამდე 9 ლესელიძის ქუჩაზე დამზადებული შაურმა იყიდა. მაშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტი 1000 ლარით დააჯარიმა.